რეგიონის ჟურნალისტებისთვის და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის დღეს შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის ორგანიზატორია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, რომელმაც ჟურნალისტებს არჩევნების გაშუქების თემაზე რეკომენდაციები გააცნო. ტრენინგზე დარიგდა ბუკლეტები, რომელშიც დეტალურადაა განხილული თუ რა უფლებებით უნდა ისარგებლოს მედიამ არჩევნების პერიოდში. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი 8 რეგიონში ჩამოაყალიბა. ცენტრი გამოთქვამს მზადყოფნას ნებისმიერ მსურველს გაუწიოს სამართლებრივი დახმარება საარჩევნო საკითხების გაშუქების პროცესში. ჩვენი მიზანი გახლავთ ის, რომ ჟურნალისტებმა მიიღონ ინფორმაცია იმ ბერკეტებისა და საშუალებების თაობაზე, რომელიც ჩვენ აირექსის ჯიმედია პროექტის ფარგლებში გვაქვს. ჩვენ შესაძლებლობა გვაქვს დავეხმაროთ მათ და წარმოვადგინოთ, განვახორციელოთ უფასო წარმომადგენლობა. გარდა ამისა, მნიშვნელოვნად მივიჩნიეთ, რომ ჟურნალისტებმა მიიღონ სპეციალური ცოდნა და ადგილობრივმა დამკვირვებლებმა იმის თაობაზე, თუ კანონის თანახმად რა ვალდებულებები აქვს, რა უფლებამოსილებები აქვს ჟურნალისტს, როგორც დამკვირვებელს საარჩევნო პროცესების გაშუქების დროს. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ პრესა და ტელევიზია საზოგადოებრივი აზრის ფორმირების უდიდესი ბერკეტია. შესაბამისად, მედიის როლი საარჩევნო კამპანიის გაშუქებისას ძალიან მნიშვნელოვანია. სარედაქციო დამოუკიდებლობა, კვალიფიციურობა და მაღალი პროფესიონალიზმი არჩევნების სათანადოდ გაშუქების საფუძველია.